ალდე დღეს განიხილავს რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა, მთავარი თავი შეეხება საქართველოს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. პოლიტიკური ჯგუფი ალდე აერთიანებს ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებს, მაღალჩინოსნებს, სხვადასხვა პარტიის წევრებს და შესაბამისად ისინი ამ დოკუმენტის მიხედვით თანხმდებიან, რომ ის რაც საქართველოში ხდება, ეს არ შეესაბამება კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ღირებულებებს და შესაბამისად ამ დოკუმენტში ჩაიწერება მოწოდება ქართული ოცნების მიმართ, რომ შეცვალოს საკუთარი კურსი. ეს შეეხება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პატიმრების არარსებობას, ქვეყნის გარეთ კი პარტნიორებთან ურთიერთობას და დასავლური კურსისთვის დაბრუნებას. ჩვენ ნახეთ ეს დოკუმენტი, რომელსაც აქვს ჯერ სამუშაო სახე, ალბათ შევამაში შესწორებები, თუმცა ამ დოკუმენტში არის მითითებული განსაკუთრებით და ყურადღება არის გამახვილებული საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც არიან დაპატიმრებულები, დაკავებულ აქტივისტებზე და ასევე გეგმაზე, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმება მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით. დოკუმენტის ბოლოს კი ალდე მიმართავს ევროკავშირს, რომ დაუწესოს სანქციები ოცნების მაღალჩინოსნებს და ვიზა შეუწყვიტოს მათ, ვინც ამ ძალადობაზეა პასუხისმგებელი. თქმა უნდა, ყველა მხარდაჭერა, ყველა ყურადღება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომაც ეს რეზოლუცია, რომელიც დღეს იქნება მიღებული ალდეს მიერ, რომელიც აერთიანებს ევროპული კავშირის წამყვანი სახელმწიფოების ხელისუფლებებს, ევროკომისარებს, მინისტრებს, ევროპარლამენტარებს, ამ რეზოლუციის მიღება, რომელიც ძალიან მკაფიოდ არქმევს სახელს ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს, არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართული ხალხისადმი და იმ დემოკრატიული ბრძოლისადმი, რომელიც ყველას ერთად განორჩეულად პარტიულ პოლიტიკურებისა გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული და ევროპული ინტერესების დაცვის საქმეში. ქართული ოცნების ეს ტერორიც, რაც აქვს მოწყობილი საზოგადოების პარტიების წინააღმდეგ, რაც ახლა ხდება განსაკუთრებით ბოლო დღეებში ქუჩებში, მათ შორის იმას ემსახურება, რომ აბსოლუტურად მოასუფთავოს ველი, დასავლეთს წარმოუდგეს ისე თითქოს მან უკვე გადატეხა ქართული საზოგადოება და ის არის ერთადერთი ძალა საქართველოში და შემდეგ იმედოვნებს, რომ დასავლეთი დაჯდება და მას დაელაპარაკება, იმიტომ რომ ახლა არის აბსოლუტურად იზოლირებული მსოფლიოში, თუმცა ეს ასე არ მოხდება, დასავლეთი აბსოლუტურად გააზრებულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის წინააღმდეგობას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თვითონაც იაზრებენ, რომ ეს არის სანქციები კონკრეტულად იმ ქართული ოცნების წარმომადგენლებზე, რომელიც პასუხისმგებელია იმ ტერორზე, რაც ხდება საქართველოში. თქმა უნდა, მთავარი ინტერესია, რომ აქაც ქართული ხალხი არ დაზარალდეს, შესაბამისად საუბარია ისეთ სანქციებზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების წევრებს შეეხება. ის რისიც მაგალითად ქართულ ოცნებას და მის წარმომადგენლებს ეშინიათ, არის ზუსტად ეს, როდესაც საკითხი ეხება მათ ფინანსურ მდგომარეობას, მათ კეთილდღეობას, მათ გადაადგილების თავისუფლებას და ასე შემდგომ. და ვფიქრობ, რომ სრულიად სამართლიანია ეს, რადგანაც მაშინ, როდესაც ისინი რიგით საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებებს უზღუდავენ იმ დონით, რა დონითაც უზღუდავენ. ძალიან სამართლიანია, რომ ამაზე პასუხი მოეთხოვოთ და ასევე შეეზღუდოთ გარკვეული თავისუფლებები და გარკვეული ბენეფიტები, რის მიღებაც მათ ევროპული კავშირის ქვეყნებისგან უნდათ. ყოფებიან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი ვინც ამ პოლიტიკურ ჯგუფში არიან გაერთიანებულები და ისინი ესაუბრებიან ევროპელ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ბრიუსელში კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლებას აღებული აქვს კურსი, რაც არ ემთხვევა ევროკავშირის გზას და შესაბამისად ისინი დღეს იღებენ რეზოლუციას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. ბუნებრივია, პოლიტიკური ჯგუფი ალდე ვერ იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ის მოუწოდებს ევროკავშირს, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილებები ქართული ოცნების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი, რაც ასევე არის პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც, რომ შესრულდეს პირობები ქართული ოცნების მიერ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, დაკავებები პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა თუ აქტივისტებისა და გეგმა, რომ გააუქმოს ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური პარტიები, ბუნებრივია აშფოთებთ ბრიუსელში და ფიქრობენ, რომ სჭირდება ამ გადაწყვეტილებას სჭირდება მკაცრი რეაქცია მათი მხრიდან. გუშინ ჩვენ მარტა კოსი ჩავწერეთ, რომელიც არ გამორიცხავდა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა სამომავლოდ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც ქართული ოცნების ლიდერებს ევროპულ სახელმწიფოებში შესვლის უფლებასაც არ მისცემს. ეს პროცესი არის დამუშავების ეტაპზე და როგორც თავად გითხრა, ნოემბერში დამტკიცდება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების ახალი მექანიზმი, რაც სავარაუდოდ შეეხება ქართული ოცნების ლიდერშიპსაც.